საზაფხულო სტუდენტური დასაქმების პროგრამა დასასრულს უახლოვდება. რამდენიმე დღეში ახალგაზრდები თავიანთი გამომუშავების შედეგად სოლიდურ ხელფასს მიიღებენ. დროული დარეგისტრირების შემდეგ ზესტაფონდო სტუდენტთა ერთ-ერთი ჯგუფი 30 ინდივიდის შემადგენლობით თვითმმართველობაში დასაქმდა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების კვლევას შეუდგა. ოჯახებში ვიყავით, ზოგი ოჯახიდან იყო წინააღმდეგობა, ანუ ზოგს არ უნდა ინტერვიუს მოცემა საერთოდ, ზოგი კიდევ თავს იკავებს რაღაცებისგან, მაგრამ ბოლოს რამდენიმე ოჯახი მაინც დავითანხმეთ. რთულია ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ჩვენი სამუშაოა, მივდექით ცოტა ისე, ანუ როგორც მოვახერხეთ და რაც შევძელით გავაკეთეთ ყველაფერი. როგორც ცნობილია, საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს პრეზიდენტის მიერ ინიციირებული პროგრამა სტუდენტური დასაქმებასთან მიმართებაში. ამ პროგრამაში ჩართული არის საქართველოს მასშტაბით ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობა. ზესტაფონში ამ ეტაპზე მუშაობს 31 ახალგაზრდა, რომლებთაც თავის დროზე აქვთ ონლაინ რეჟიმში გავლილი რეგისტრაცია. მათი მონაცემები სპეციალური ბაზარი შექმნილი გადმოგზავნილია ჩვენთან. დღესათვის ეს ბავშვები იმყოფებიან ჩვენ სივრცეში და ატარებენ გამოკითხვას. გამოკითხვა შეეხება მცირე და საშუალო ზომის ქალაქებში საცხოვრებელთან მიმართებაში მთელ რიგ საკითხებს. ანკეტები სპეციალური ფორმები შემუშავებული არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის მიერ, მისი ერთ-ერთი დეპარტამენტი ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას. თვითმმართველობაში დასაქმებული სტუდენტების კვლევის საფუძველზე შეიქმნება ბაზა, რომლის შედეგადაც დადგინდება თუ რა საცხოვრებელი პირობებია საქართველოში, როგორია წვდომა წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზმოარაგებასა და კომუნალურ მომსახურეობაზე. სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მოსახვედრად რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა გასული სასწავლო წლის ბოლოსთვის. სპორტული ფესტივალი იმერეთი 2012-ისათვის მზადება დაიწყო. რეგიონში გამარჯვებული ინდივიდებისა და გუნდების გამოსავლენად შეჯიბრებები თავდაპირველად მუნიციპალიტეტებში ჩატარდება. ასპარეზობის აქტიური პერიოდი შუა სექტემბრიდან არის ნავარაუდევი. სპორტული სახეობიდან პირველი მკლავჭიდი იქნება, სადაც ფავორიტები 23 აგვისტოსთვის გამოვლინდებიან 5 წონით კატეგორიაში. 18 სექტემბერს კი რეგიონის მკლავჭიდელები თავს ფინალურ ასპარეზობაზე სწორედ ზესტაფონში მოიყრიან და საპრიზო სამეულის ვინაობაც გაირკვევა. ფესტივალის პროგრამაში შედის სპორტული სახეობების უმრავლესობა, მათ შორის მინიფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ძლეოსნობა, ცურვა, ჭადრაკი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭიდაობის სახეობები, ფრენბურთი, ერთ სიტყვით თითქმის ყველა სახეობა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა გააკეთა განაცხადები იმ სახეობებზე, რომელიც ჩვენ მუნიციპალიტეტში არსებობს, ფუნქციონირებს შესაბამისი სექციები. ყველა შესაბამისი განაცხადი უკვე წარდგენილი გვაქვს ამ შეჯიბრებებიდან. უმრავლესობაში ტარდება რაიონული ტურნირები, რომელიც დანერგილია, როგორც აღნიშნე, მაგალითად, ჩვენ ვერ ვატარებთ რაიონულ ტურნირს სურვაში, ძლეოსნობაში, იმიტომ რომ არ გვაქვს შესაბამისი სექციები, მაგრამ რომელიც სექციებიც გვაქვს, ყველა ამ სახეობაში ვმონაწილეობთ. სპორტული სახეობიდან ერთადერთი მაგიდის ჩოგბურთია, სადაც წინასწარი მუნიციპალური შეჯიბრების გარეშე ზესტაფონელი ჩოგბურთელები ფინალურ ასპარეზობაში ჩაერთვებიან. შესაბამისი განაცხადი გაკეთებულია, ჩოგბურთელები კი მზადებას გადიან. ფესტივალის პროგრამის მიხედვით მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს.